21 და 22 დღე ტრაქზე. წამით ჩავწიე შუშს და რაღაც მწერი შემომიფრინდა, რომელმაც რა თქმა უნდა შემაშინა. ჩემი დანახვაზე კი მე მგონი თვითონ გავუსკდა გული. ალექსმა მანქანა გადააყენა და მიიხსნა ამ მონსტრისგან. ცოტა ხანი გავჩერდით, საწვავი შევავსეთ, მე ჩამოსვლასაც არ უკადრულობ აქედან ვიღებ ვიდეოებს. თვითონ კი ასე დაფუსფუსებს. ამ სათვალეებით უყურებ და ამიტომ ეჭყანებოდა. მინდა რამდენჯერაც არ უნდა გავწმინდოთ, როგორც კი გზაზე გავალთ, ეგრევე ისვრება. ტრაქს თავზე ასეთი კუდი ავარჩიე და მაგის ჩემი საყვარელი სივყავ ავიღე. მოვედით Walmart-ის საწყობში შესვლისას ფურცლების თუ როგორ უნდა დააყენოს, ჩახსნას ტრეილერი, შემდეგ ფოტოები გადაუღოს და ოფისში აჩვენოს. ვიდრე ველოდებით, ყველაზე მარტივი და გემრიელი საუზმეც მომზადდა. რეალური სატვირთოსგან ვირტუალურის მართვით ისვენებს. დილას ასეთ ამბავს შევესწარით, საბედნიეროდ ყველა გადარჩა. ავიღეთ ახალი ტვირთი, ასე გამოიყურება ჩემი სარგე. წინა დღეს TikTok-ზე ვნახეთ მისაწევის ახალი ხრიკი და ესეთი გამოვიდა. გონი სუდი არ არის. ალექსი ელექტროლიტებს, მე კი პროტეინებს მივიღებ. გასასვლელში გქონდათ ასეთი საყვარელი ოფისი. პირველივე სასწორთან გავჩერდით, ალექსმა წონა გაასწორა, მე კი პიცა და კოკა-კოლა ავიღე. ამ ზომის ჭიქაში პირველად ჩამოვასხე XL-ია მოსაყრელი, ყველით ცადე, მაგრამ პიცა არაფრად ვერ გოდა. საათ 9-იან საცობშიც ამოყავით თავი, სრულიად გაჩერდა მოძრაობა და მძღოლმა დატოვა საჭე. ცოტა ხანი ისვენებს. დღეს უკვე მეორე შემთხვევაა. ამ სატვირთოს კი ორი ევაკუატორი დასჭირდა რომ ამოიყვანათ. თითქმის მთელი დღე საცობში დგომაში გავატარეთ და დროც ამოიწურა, მალევე გავჩერდით და სულ ეს იყო.